როგორი იქნება 2026 წელს ლარის კურსი. ლარის კურსზე მოქმედებს უამრავი ფაქტორი. ერთ-ერთი ასეთია ევროდოლარის კურსის მომავალი დინამიკა, როგორია ინფლაციის მოლოდინი 2026 წლისთვის. TBC კაპიტალის პროგნოზით მიმდინარე წლის დასაწყისში წლიური ინფლაცია მოიმატებს, ხოლო უკვე შემდგომ გარკვეულწილად საბაზო ეფექტების გათვალისწინებით მარტიდან დაიწყებს შენელება, როგორი იქნება 2026 წელს ეკონომიკური ზრდა საქართველოში. კვლავ მნიშვნელოვან გარემ პირობად რჩება უკრაინა-რუსეთის ომის განვითარება და მისი პოტენციური დასრულება. გამარჯობა. ეს არის კითხვა-პასუხი TBC კაპიტალთან ერთად. დღეს პასუხობთ ჩვენი გამომწერების შეკითხვებს ეკონომიკასთან დაკავშირებით. მოდი დავიწყოთ პირველი შეკითხვით. გამომწერი გვეკითხება: რამ განაპირობა ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოში? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პოტენციალი სხვადასხვა შეფასებით მერყეობს 5.5%-ის ფარგლებში. ამის ფონზე ბოლო პერიოდში მომატებული ეკონომიკური ზრდა იყო განპირობებული რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით. პირველი ასეთი სამწუხარო ფაქტორი არის რუსეთი-უკრაინის ომი, რომლის შედეგადაც საქართველოში გაიზარდა მიგრაციული ნაკადები. გარდა აღნიშნული პირდაპირ ეფექტისა, ასევე საგარეო ნაკადების რეორიენტაციის ხარჯზე გაიზარდა საქართველოს როგორც შუადერეფნის ფუნქციაც. ამ ფაქტორებს ასევე დაემატა პოსტკოვიდური აღდგენა, რომელიც განსაკუთრებით გამოვლინდა შრომის ბაზარზე, 2022-23 წლებში ინვესტიციების მნიშვნელოვანი მატება და ასევე საკრედიტო აქტივობის გაძლიერებაც. 2024-2025 წლებში განსაკუთრებით დიდი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში შეიტანა უკვე მოხმარების კომპონენტმა, რაც ჩვენი აზრით 2026 წელსაც შენარჩუნდება. ზუსტად აი ამ ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა ბოლო წლებში საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა. გადავიდეთ ჩვენი გამომწერის შემდეგ კითხვაზე. როგორი იქნება 2026 წელს ეკონომიკური ზრდა საქართველოში? გასული წლის მეორე ნახევრიდან ეკონომიკური ზრდა შენელდა, რაც გრძელვადიანი ტენდენციის ირგვლივ ნორმალიზების პროცესს ასახავს. ამ მხრივ 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივისთვის კვლავ მნიშვნელოვან გარემ პირობად რჩება უკრაინა-რუსეთის ომის განვითარება და მისი პოტენციური დასრულება. ამ შემთხვევაში საბაზო სცენარი მოიაზრებს იმას, რომ 2022 წლიდან მომატებულ საგარეო ნაკადების ნაწილობრივ კვლავ რეორიენტაცია მოხდება. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ბაზარი და ანალიტიკოსების ნაწილი ელოდება, რომ ომის დასრულებას ექნება რეგიონზე წმინდა დადებითი ეფექტი, რაც გამოვლინდება რისკის შემცირებაში და ეკონომიკური ზრდის მომატებაში რეგიონში, რესურსებზე ფასების კლებასა და ევროს გამყარებაზე, რაც ლარისთვის საშუალოვადიან პერიოდში პოზიტიურია. ამ მხრივ მნიშვნელოვანია TBC კაპიტალის მიერ ჩატარებული მიგრანტების ახალი გამოკითხვა, რომელსაც ჩვენ საჯაროდ ვაქვეყნებთ, რათა ყველა დაინტერესებულ სუბიექტმა მიიღოს მაქსიმალურად მრავალფეროვანი ინფორმაცია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილის მისაღებად. ამ გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ მიგრანტების დიდი ნაწილი მოიაზრებს საქართველოში დიდი ხნით დარჩენას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის სხვა გამოკითხვები შედარებით განსხვავებულ სურათს აჩვენებს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით TBC კაპიტალი ელოდება, რომ ეკონომიკური ზრდა 2026 წელს იქნება 4.5%-ის ფარგლებში. აღნიშნული საბაზო სცენარი გარკვეულწილად ითვალისწინებს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ტენდენციის ნორმალიზებას და ასევე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მომატებულ ალბათობას. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. რამ უზრუნველყო ლარის გაცვლითი კურსის სიმყარე 2025 წელს? 2025 წელს ლარის სიმყარეზე იმოქმედა ძირითადად სამმა ფაქტორმა. პირველი იყო გლობალურად შესუსტებული დოლარი, მეორე იყო მნიშვნელოვნად გაზრდილი საგარეო ნაკადები, რაც განპირობებული იყო ძლიერი ექსპორტით, მომატებული ფულადი გზავნილითა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით, ხოლო ამავე დროს შედარებით შესუსტებული იმპორტით. ხოლო მესამე ფაქტორს წარმოადგენდა ქვეყნის შიგნით უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შემცირება, რაც გამოვლინდა დეპოზიტების ლარიზაციასა და სესხების დოლარიზაციის ზრდაში. ზუსტად ამ სამმა ფაქტორმა იმოქმედა იმაზე, რომ ლარი იყო მყარი 2025 წლის განმავლობაში. შემდეგ კითხვა ისევ ლარის კურსზე, ოღონდ ამჯერად გამომწერი გვეკითხება, როგორი იქნება 2026 წელს ლარის კურსი. როგორც ყოველთვის, ლარის კურსზე მოქმედებს უამრავი ფაქტორი. ერთ-ერთი ასეთია ევროდოლარის კურსის მომავალი დინამიკა, რომელზეც ჩვენი პროგნოზი გამართლა და ევრომ გამყარების ტენდენციები გამოავლინა. მიმდინარე საბაზო სცენარით, დოლარი ლარის კურსი წლის ბოლოსთვის დაახლოებით 2.79-ის ფარგლებში იქნება. ეს საბაზო სცენარი გარკვეულწილად ითვალისწინებს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მომატებულ ალბათობას, რასაც თან ახლავს საგარეო ნაკადების ნაწილობრივ რეორიენტაცია. ასევე 2025 წლის განმავლობაში რეკორდულად გაიზარდა საგარეო ბალანსი, რაც ლარისთვის ხელშემწყობი იყო, თუმცა ამ მხრივ 2026 წელს გარკვეული ნორმალიზება არის მოსალოდნელი. 2025 წელს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორებმა შექმნა გარემო, რომელიც შესაძლოა მისცა ცენტრალურ ბანკს კურსზე ზეწოლის გარეშე შეეძინა უცხოური ვალუტის რეზერვები და დაეგროვებინა მონეტარული ბუფერები. ამის შედეგად მომატებული რეზერვების ფონდზე საქართველოს ეროვნულ ბანკს გააჩნია შესაძლებლობა თავიდან აირიდოს ლარის მაღალი მერყეობა, რაც თანხვედრაშია სების მიმდინარე პოლიტიკასთან.
ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სავალუტო რისკისა და შესაძლებლობის მართვა, რისთვისაც TBC კაპიტალი თავაზობს მულტისავალუტო სტრატეგიას, რომელიც ითვალისწინებს პროექტის დაფინანსებისთვის ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის შედგენას. ლარის კურსთან ერთად ასევე აქტუალურია ინფლაციის მოლოდინი, ზუსტად ამას ეხება ჩვენი შემდეგი კითხვა. გამომწერი გვეკითხება: როგორია ინფლაციის მოლოდინი 2026 წლისთვის? TBC კაპიტალის პროგნოზით მიმდინარე წლის დასაწყისში წლიური ინფლაცია მოიმატებს, ხოლო უკვე შემდგომ გარკვეულწილად საბაზო ეფექტების გათვალისწინებით მარტიდან დაიწყებს შენელებას და წლის ბოლოს 3.5%-ს მიაღწევს. ამ კუთხით ერთი მხრივ გასათვალისწინებელია გაზაფხულიდან ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო მომატება, ხოლო მეორე მხრივ სურსათის ფასების შესაძლო კორექტირება, რაც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ინფლაციის მოსალოდნელ დინამიკაზე. TBC კაპიტალი გპასუხობთ TBC კაპიტალის გამომწერებს, გამოიწერეთ ჩვენი პუბლიკაციები, მოგწერეთ და ჩვენ გიპასუხებთ.